მიხეილ სააკაშვილის ჩართვას უყურე, სასამართლო პროცესზე ქონდა ჩართვა და ძალიან გაუბრაზდი და პირველ რიგში ქართულ ოცნებაზე გაუბრაზდი, რომ მიშა დღეს უნდა იჯდეს ციხეში და არა იქ სადღაც პალატაში ოროთახიანში სადაც ყავს, ხო? სასათბურე პირობებში რო ყავთ. და მიხეილ სააკაშვილი ამ ჩართვაზე ჯერ პირველი ამაღლობელს ეუბნება, უცხადებს მოკლედ თანაგრძნობას და იძახის ესეთ რაღაცას, რომ მეცო ვიციო კარგად რაც არისო და 50 დღე მე თვითონ მაქვსო ნაშიმშილებიო და ძალიან კარგად ვიცი რაც არის შიმშილობაო. მაშინ როცა ყველამ კარგად ვნახეთ, მიშა როგორც შიმშილობდა, ხო? ფაფებს რო ჭამდა, დღეში 9 ბანკა ფაფას ჭამდა, ვიტამინებს მარტო მეც არაფერს და მაგრა იშიმშილა ძმამ. დიეტაზე იყო, ჩვეულებრივი უნდოდა რომ აი იმ მდგომარეობამდე მიეყვანა თავი, რა მდგომარეობაზეც ვიზუალზე გამოიყურებოდა სურათებში, რომ შეექმნა ამით რაღაცა ტრაგედია და ჩვეულებრივად რა ჩაფიქრებული რაც ქონდა, იმას აკეთებდა. მიხეილ სააკაშვილს არც უშიმშილია და მიხეილ სააკაშვილი არც ამ ქვეყნის სიყვარულისთვის არ ისჯება და მიხეილ სააკაშვილი არც ამ ქვეყნის პატრიოტი არ არის. მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე უფრო ფარჩაკი ქართველი. მიხეილ სააკაშვილი არის ის კაცი, რომელმაც თავისი პრეზიდენტობის დაწყებიდან პარლამენტში ტრიბუნიდან გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა. ყველანი ციხეშიო და ნულოვანი ტოლერანტობა უყვიროდა იქიდან და აი ეს ნაციონალური მოძრაობა, ხოშტარიები და გვარამიები და ვინც არიან ეგენი, ყველანი ფეხზე იდგნენ და ტაშს უკრავდნენ მიშას. და იმ დღიდან დაიწყო მიშამ ამ ხალხისთვის და ამ ქვეყნისთვის სულში ჩაფურთხება. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დაახლოებით 200 ადამიანი დახვრიტეს ქუჩა-ქუჩა და ზოგი საკუთარ სახლებში, საძინებლებში ჩააკლეს ადამიანები. საჩვენებლად აკეთებდნენ ამას ყველაფერს. მიხეილ სააკაშვილი არის ის პრეზიდენტი, რომლის პრეზიდენტობაც ამ ქვეყნას ძალიან ძვირი დაუჯდა. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ფასი ამ ქვეყანამ გადაიხადა ტერიტორიების 20%. მიხეილ სააკაშვილმა ამ ქვეყანაში დავალებების შესრულების გარდა არაფერი არ აკეთა, ერთი ასრულებდა გარედან მიღებულ დავალებებს და მეორე გვაწამებდა აქ ერს და სადისტური რეჟიმი ჰქონდა და მეტი არაფერი არ ყოფილა აქ, არანაირი დემოკრატია აქ არ იყო. ეგ იყო უბრალოდ ის, რომ მიშას პატრონები აპიარებდნენ ეგრე მსოფლიოში, რომ ვითომ დემოკრატიის შუქურა, თორე იმათაც კარგად იცოდნენ სინამდვილეში მიშა ვინც იყო და აქ რაც ხდებოდა, ყველაფერი ყველამ ძალიან კარგად იცოდა. მიხეილ სააკაშვილი არის ის კაცი, რომელიც ჩაჯმული გორში ფორთხიალობდა და მე ღალსტუხს ღეჭავდა, კინაღამ გაიგუდა და მთელი მსოფლიო დასცინოდა. აი ეგ კაცია მიშა. მიშა ის კაცია, რომელმაც აგვისტოს ომის დროს, მაშინ როცა ბიჭების ცხედრები ჯერ კიდე გამოტანილი არ იყო, მიშას დავალებით კეზერას და სხვა გენერლებს კიდე რუსის გენერლები დაყავდათ რესტორნი და რესტორანში. აი ეგ მთავარსარდალია მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილის დროს სისტემატიური ხასიათი ქონა წამებებს და გაუპატიურებებს. ციხეებში ადამიანები ყოველ დღე კვდებოდნენ, ყოველ დღე თუ არა, ყოველ მესამე დღეს უეჭველი ვიღაც კვდებოდა და სტატისტიკას გადახედეთ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, რამდენი ადამიანი მოკლეს ციხეში, პირდაპირ მოკლეს. არავინ იქ თავისით შეიძლება დაიღუპა 1%. ზოგს გული უსყდებოდა წამებისგან და ზოგს თავი უკისერით ყდებოდა და ზოგი გიჟდებოდა. ნახეთ რამდენი შეიშალა. ნახეთ რამდენი ასობით ადამიანები დაინვალიდეს და ათასობით ამ დედამოტყნულებმა ამათ. აი ეგ არის მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი არის ის კაცი, რომელიც ყველას შეუძურა სპალნაში და გამოჩენილია ადამიანების და ჟურნალისტების და მსახიობების და ექსპერტების და ხუხაშვილების და ვიღაცების
ყველასი აი პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური კადრები აქვს საათობით ნაყურები ამ დედამოწყნურს იჯდა ეგ ავადმყოფი თავისნაირ ავადმყოფ ახალაიებთან და ყოდუებთან და ვიღაცაებთან ერთად და აი მაგ ყლეობებს უყურებდა და მაგით кайფობდა ეგ დედამოწყნული აი ეგ არის მიხეილ სააკაშვილი და მაგისი ქართველობა და საქართველოს სიყვარული მიხეილ სააკაშვილი ასრულებდა იმას რასაც ეგ და ბიძამისი ქართველებზე ლაპარაკობენ. ხო არის ეგ ჩანაწერი, რომ ბიძამისი რო იძახის, რომ ავადმყოფიერიაო, ქართველებსო ჯერ უნდა დააჯვაო თავზეო და მერე დედა უნდა მოუტყნაო. სხვანაირად მაგათან არაო, ავადმყოფიერიაო და აი მაგას ცდილობდა რომ აი ეგ შეესრულებინა მიხეილ სააკაშვილის ქართველებისთვის და აი მაგ მიდგომით იყო პრეზიდენტი, ეს დედამოწყნული, ეს ყველაზე უფრო ფარჩაკი ქართველი. მიშაზე უფრო ფარჩაკი ქართველი არ არსებობს. მიშა არასდროს არ ყოფილა ამ ქვეყნის პატრიოტი, მიშა ყოველთვის იყო დავალებების შემსრულებელი. ხუთიანზე შეასრულა მიშამ ყველა დავალება, რაც მიცეს საქართველოში. მიშას დავალება იყო მთავარი, რომ 2008 წლის პროვოკაცია გაეკეთებინა, გააკეთა. ყველაფერს უტარებდნენ მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ რომ მიშა იყო დავალებების უბადლო შემსრულებელი, იმიტომ რომ მიშა ამ ქვეყანას ანაცვალებდა მაგათ ინტერესებს, იცოდნენ რომ ყველაფერს და ყველას გაწირავდა. მიშას არ უყვარდა ეს ქვეყანა არასდროს. აქ რო ამ ნაბოზარმა ამოწურა, მერე გაუშვეს მიხეილ სააკაშვილი და თავისი ხროვა იქ უკრაინაში და პირველად მაშინ მოატყუეს უკრაინელი ხალხი, აი მიშა რო დემოკრატად და დიდ რეფორმატორად რო შეტენეს იქ პიარი გაუკეთეს ისეთი რომ თურმე მიშამ რას ამბობ ყველაზე მაგარი ქართველი პირველად მაშინ მოატყუეს უკრაინელები და იქაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში და მიშას გუნდს დიდი როლი აქვს ნათამაშები მეიდნის რევოლუციაზეც აი მაგ პროცესებში სერიოზულად იყო მიშა ჩართული და ერთ-ერთი მთავარი ტიპი იყო სხვებთან ერთად მაგ მეიდნის გადატრიალებაშიც დიდი როლი აქვს და დიდი როლი ითამაშა მიშამ იმაში რომ დღეს რუსეთი უკრაინაში არის შეჭრილი. იმიტომ რომ ეგეთი დავალება ქონდა იქაც მიღებული, მაგ არასწორ და მაგ ყველაზე უფრო ფარჩაკ არსებას, მაგ ქვეშაჯვიას მაგას. მიშა საქართველოშიც და უკრაინაშიც ასრულებდა დავალებებს. მიშა არის ჩვეულებრივი ნომრიანი აგენტი, მაგრამ ისეთი აგენტი, რომ ყველგან და ყველანაირად გაიშიფრა, გაპუტანკდა, აი გაბანძდა და მიშას კარიერაც და მიშას პოლიტიკოსობაც და ყველაფერი დასრულებულია. მიშა იძახის ამ ინტერვიუში ესეთ რაღაცას, რომ მეო საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაშიო შესაბამისი ასოებით შევალო და შევა მიშას შესაბამისი მიშას მიცემს ამ ქვეყანაში ნის ისტორიაში თავის ადგილს ეს ხალხი და ეს ქვეყანა მიშას ადგილი არის ამ ქვეყნის პარაშასთან აი მიშას ადგილი არ არის საქართველოში მიშა უნდა მანდედან როცა მოიხდის უნდა გამოვიდეს და გააჯვას სადაც უნდა იქიცხოვროს მიშა საქართველოში ვეღარასდროს ვეღარაფერს ვეღარ წარმოადგენს და რა არის და ვინც არის მიხეილ სააკაშვილი ყველამ ბავშვმაც და დიდმაც და პატარამაც ყველამ კარგად უნდა იცოდეს ყველაფერი და არავის არ ეგონოს რომ მიშამ არ იცოდა რამე რა რომ აი თუნდაც სამეგრელოში რომ ბუნკერებში რომ ტიპებს რო აუპატიურებდნენ მასკიანი კაცები რო კაცებს რო ტყნავდნენ რო აუპატიურებდნენ აი მაგიც იცოდა მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად აი ყველაფერი თავიდან ბოლომდე მიშას გარეშე არაფერს არ აკეთებდნენ ახალაიები 50,000 აი ესეთი ბინძური ფაილი განადგურდა წარმოიდგინეთ 50,000 აი ეს რაღაცას მარაზმი ადამიანების პირადი ცხოვრების კადრები რა ვიცი ყველასი ზოგის გაუპატიურების კაცებს რო აუპატიურებენ რა ვიცი ზოგი კაცი კაცთან ზოგი ხალი ზოგი საყვარელთან ზოგი შეყვარებულთან ზოგი ცოლთან და აი ყველას ჩაუძრდნენ ტრუსიკში ეს დედა მოტყნულები აი ყველაზე უფრო ბანძი
ხელისუფლება იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება. ყველაზე უფრო ბინძურები იყვნენ ეგენი და ყველაზე უფრო ბოროტებიც ეგენი იყვნენ ეგ დედამოტყნულები და უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. მართლა უნდა დამთავრდეს. ერთხელ და სამუდამოდ და უნდა აი მაგ ყველას სათითაოდ თავისი სახელი დაერქვათ მიშადან დაწყებული, რა ვიცი, ხოშტარიათი დამთავრებული.